პროპაგანდისტური არხის იმედის სოციალური მედიის გვერდზე შევიჭყიდე, ხმას ავუწევ და ეს ვიდეორგოლი, ეს ანონსი, ეს ვიდეორგოლი შემომხვდა. ვიწყებთ დებატების სერიას ყველაზე აქტუალურ თემებზე. განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა. წავიკითხავ ჯობია კალოდონი მაგდა ანიკაშვილის მოსმენას. ღია ეთერი იმედზე ბრუნდება, ვიწყებთ დებატების სერიას ყველაზე აქტუალურ თემებზე, განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა. ანუ ტელეკომპანია იმედმა საკუთარი საინფორმაციო პოლიტიკის უფრო ზუსტი რო ვიყო პროპაგანდის ფარგლებში უკვე დაასკვნა, რომ ეს არის მასშტაბური რეფორმა, ანუ არა დეფორმა, არა მკვლელობა, არამედ უკვე საკუთარი სუბიექტური პოზიცია გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ რასაც სჩადის, რასაც აკეთებს განათლების სისტემაში, განათლებაში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არის რეფორმა. რეფორმა კი ემსახურება იცით თქვენ გაუმჯობესებას, გამოსწორებას, გაკეთილშობილებას. როგორია ქართული ოცნების ამბიციური გეგმა, ესეც ნახეთ როგორი მახვილია, რომ ამ გაკეთებული, რომ ამბიციური გეგმა ჰქონია თურმე მართლ ქართულ ოცნებას, ქვეყანაში სწავლების ხარისხის და სასწავლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ხელისუფლება ოპონენტების პირისპირ. უნივერსიტეტების გაერთიანება, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის კონცეფცია, 11 წლიანი სწავლება და ახალი სახელმძღვანელოები, ამას გვამცნობს კალოტონი ანიკაშვილი და ზოგადად პროპაგანდისტური არხი იმედი. რა არგუმენტებით პასუხობს მართველი გუნდი საზოგადოების ნაწილის, ოღონდ მცოდნე ნაწილის, ესეც უნდა ვთქვათ, აკადემიური სექტორი პრაქტიკულად ყველა, ვინც პატივსაცემია აკადემიურ სექტორში, ყველა აკრიტიკებს მიქანაძისა და ბანდიტ ირაკლი კობახიძის ეგრეთ წოდებულ რეფორმას, საჯარო დისკუსია რეფორმის ყველა სადავო საკითხზე. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტების გაერთიანებაზეც არის საუბარი, აქ ანონსში ამას გვაუწყებს ტელეკომპანია იმედი, არადა რამდენადაც ვიცით და მეც ასე ვიცი და პრინციპში საზოგადოების დიდმა ნაწილმაც გაერთიანება როგორც ასეთი დღის წესრიგში აღარ არის. გაერთიანება ერთი უნივერსიტეტისა მეორე უნივერსიტეტთან. ასე არ გვითხრა საქართველოს განათლების მინისტრად წოდებულმა მიქანაძემ, ან პრემიერად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ, რომ გაერთიანება შეერთება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტისა აღარ იგეგმებაო, ასე გვითხრეს. მე ახლა ამ ყველაფერს იმიტომ გამცნობ და იმიტომ გესაუბრებით, რომ 14 რიცხვში შაბათს 20 საათზე ტელეკომპანია იმედზე არის ეს ეგრეთ წოდებული დებატები და მაგდა ანიკაშვილი მხარე წარუძღვება, მოდერატორი კი არ არის ის არის მხარე ამ დებატებს წაუძღვება და რასაკვირველია მეტ დროს მისცემს ალბათ არასწორი სიტყვა ამ მართველ გუნდს, იმიტომ რომ იქ რამდენადაც მახსოვს 3 წუთით ნაწილდება დროები მონაწილე მხარეებს შორის, მაგრამ მეტი დრო გამოდის, იმიტომ რომ მეტი წარმომადგენელი ეყოლება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, მაგალითად იქნება ხალხის ძალის წარმომადგენელი, ეს არის პროქსი პარტია, პროქსი ჯგუფი, უმრავლესობაში რომ შედის ის ჯგუფი და ისინიც იმას ლაპარაკობენ, რასაც მინისტრი მიქანაძე თუ პრემიერად წოდებული კობახიძე, ministrად წოდებული მიქანაძე თუ პრემიერად წოდებული კობახიძე, იქ იქნება მეორე პროქსი ჯგუფი, პარტია კონსერვატორები კი არა, რა ქვია, თუ გაცრავად ნეიტრალური საქართველო, კონსერვატორები შეიძლება იყვნენ, მაგრამ კონსერვატორებს შესაძლოა განსხვავებული პოზიცია აქვთ, ალბათ მაინც ამ რეფორმასთან დაკავშირებით მათი ხარდაჭერა და მათი მიმართ საქებარი სიტყვების წარმოთქმა რასაკვირველია არ მინდა და არც არასოდეს წარმოთქვა. დროებითი პარტნიორიც არ შეიძლება იყოს ეს კონსერვატორთა ჯგუფი, კონსერვატორების ჯგუფი, მაგრამ მაინც მოკლედ ეს ნეიტრალური საქართველო პროქსი კიდევ ერთი პარტია, რომლის წარმომადგენლებიც ორ სხვა არხებზე რომ გაიმართა იმ დებატებში მონაწილეობდნენ გიორგობიანი, ბიზინა და რა ქვია იმ ჟღენს კოტე ჟღენტი დიპლომატი და აქედან გამომდინარე მეტი დრო დაეთმობა ხელისუფლებას და სახელისუფლო ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და სახელისუფლო არგუმენტებს, მაგრამ თავარი სათქმელი ჩემი არის არა ეს, არამედ ერთგვარი მოწოდება
ან რეკომენდაცია თუ დებავთ ასე ვიტყვი, დებატებში მონაწილე იმ პირების გასაგონად თუ მისამართით, ვინც ჩვენსკენ არის, ვინც ხელისუფლებად წოდებულ ბანდას უპირისპირდება ქუჩიდან, უპირისპირდება აუდიტორიიდან, უპირისპირდება საჯარო გამოსვლებით, უპირისპირდება მკაცრად, მკვეთრად, შეიძლება დაიწუროთ ესა თუ ის სტრატეგია, მაგრამ საბოლოო ჯამში მათ პატიოსნებასა და გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპარება, მოკლედ მე სიკოს მიუმართავ სიმონ ჯანაშიას, ჩემს ნაცნობს, ვერ ვიტყვი რომ მეგობარია მეთქი, მაგრამ კარგ ნაცნობს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ დებატებში და რამდენადაც ვიცი, კიდევ 2 თუ 3 ექსპერტი განათლებისა იქნება მონაწილე 14 თებერვალს შაბათს 20 საათზე იმედზე რომ გაიმართება დებატებად წოდებული. არ გინდათ ესე მეწვრილმა ნეობა და განათლების ეგრეთ წოდებულ რეფორმაზე, ანუ დეფორმაზე, ანუ მკვლელობაზე, ესე წვრილად საუბარი. 11 წლიანი სწავლება უნდა იყოს თუ ახალი სახელმძღვანელოები, უნივერსიტეტები უნდა გაერთიანდეს თუ არა, ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი უნდა დაამკვიდრდეს თუ არა. ილაპარაკეთ ძალიან ფართო კონტექსტით, ილაპარაკეთ იმაზე, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ გაასულ წელს კი არა 24 წლის 28 ნოემბერს მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და განათლების ამბავიც ჩასვით ამ ფართო კონტექსტში. ილაპარაკეთ იმაზე, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ უღალატას კონსტიტუციის დახია, კონსტიტუციის 78 მუხლი და ეს არის სწორედაც რომ სახელმწიფო გადატრიალება. ილაპარაკეთ იმაზე, რომ ნოემბრის მიწურულს 28-ში, 29-ში, 30-ში და დეკემბრის დასაწყისში იმავე წელს ქართულმა ოცნებამ მაღალი ალბათობით გამოიყენა ქიმიური იარაღი მშვიდობიანი და თუნდაც არა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, იმ შემთხვევაშიც კი თუ მოქალაქეები არ ღვევდნენ რამ კანონს, იმიტომ რომ ქიმიური იარაღის, აკრძალული ქიმიური იარაღის ნივთიერების გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ილაპარაკეთ რეპრესიებზე და რეპრესიებზე. დამოუკიდებლად იმისა, პროპაგანდისტი ანიკაშვილი რა კითხვას დაგისვამთ კონკრეტულად განათლებაზე და როგორ შემოგედავებათ მე და როგორ გეტყვით რომ იცით რა არის ჩვენ მაინც აქ ქართული ოცნების რეფორმაზე სასაუბროთ მოვედით და არა 24 წლის ნოემბრის მიწურულს და დეკემბრის თვეში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდო, თქვენ მაინც ამ თვალსაზრისით არაპირდაპირი მნიშვნელობით ააყირავეთ მაგიდა, ანუ შესთავაზეთ დღის წესრიგი სწორედაც რომ თქვენი ამოცანაა, რომ ირაკლი ყობახიძე იქნება თუ მიქანაძე თუ მათი ექსპერტები თუ მათი პროქსი პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დაესწრებიან ამ დებატებს იქნებიან მონაწილენი, ისინი აღელვოთ პირდაპირ ვიტყვი, ისინი გააჯავროთ მათ როგორღაც ძალიან რთული ამოცანაა რასაკვირველია, მაგრამ მათ როგორღაც დააშვებინოთ შეცდომები და ვინ იცის და იქნება დაატოვებინოთ კიდეც ის აუდიტორია, ის სტუდია გაადაფსიხებულებს, გაგიჟებულებს, გამწარებულებს თქვენი სწორი კონკრეტულ თემაზე თუნდაც არგუმენტების მოსმენით, სწორი არგუმენტები, ამაზეც ალბათ მოგიწერთ ლაპარაკი, იმიტომ რომ მაინც კონკრეტული დაბიწროებული თემაა, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სწორი აქცენტების გამო, რომლებიც ზოგად პოლიტიკურ, ზოგად დიქტატორულ საკითხებზე იქნება ყურადღება გამახვილებული, უნდა იყოს თქვენს მიერ ყურადღება გამახვილებული და დასმული სწორი აქცენტები და ამან უნდა გადააფსიხოს ირაკლი ყობახიძე და ის უნდა გაიქცეს. ვერ მოახერხებთ მის ასე გაგიჟებას, ეყოფა ნერვები, ნებისმიერ შემთხვევაში მას უნდა უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ხო, უნდა შეუსრულოთ. ის უნდა გაფარჩაკდეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩევლებისა და იმედის შესაბამისად იმედის მაყურებელთა უმრავლესობის თვალში, თუმცა ჩვენს კრიტიკულად განწყობილები ბანდა ხელისუფლების მიმართ რასაკვირველია ჩავუჯდებით ამ ეგრეთ წოდებულ დებატებს და სიკოს მიუმართავდა სხვებსაც ჩვენ ვიქნებით არა იმდენად დაუნდობლები, რამდენადაც კრიტიკოსები მათ შორის თქვენის და გირჩევთ თუ მე უკვე გეტყვით, შევაფასებთ თქვენს მონაწილეობას და ხარისხს და
მე უკვე კიდევ უფრო უკეთესად გავაკეთებთ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო სრულყოფილად გავაკეთებთ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, საერთოდ უნდა მიგეღოთ თუ არა მონაწილეობა, სიკო რომ არ იყოს, სიმონ ჯანაშია და სხვები, რომლებიც გარკვეულზე მაღალი ალბათობით იქნებიან ამ ეგრეთ წოდებული დებატების მონაწილეები, მე უფრო მკვეთრიც ვიქნებოდი, მაგრამ ჩემი მეგობრობა, ხაზგასმით ვამბობ, ნაცნობობა თუ გნებავთ და საერთოდ კეთილი განწყობა ამ ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში ურიცხება თავისუფლების მოედანი არ მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ სურვილს არ მიჩენს, უფრო ზუსტი რო ვიყო, რომ დიდად კრიტიკული ვიყო ახლა ყოველ შემთხვევაში, მით უფრო რომ სიკოსაც, სიმონსაც და სხვებსაც აქვთ გარკვეული არგუმენტები დებატების სასარგებლოდ. ამ იმედის არხის, ეხლა მეორე თემაზე გადავდივარ, იმედის არხის მონიტორინგი გავაკეთე, აქ კალაძე რაღაცეებს ბჟუტურობდა და ალბათ არ ღირს მასზე ყურადღების გაამახვილება, ნირწამხდარია კახა კალაძე, იმიტომ რომ მე არ ვიცი რამდენად სწორია ყოველდღიურად მეთქი, მაგრამ ძალიან ხშირად მიდასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კახა კალაძე ვერ გადაურჩება, ვერ გადაურჩება იმ რეპრესიებს, რომლებსაც მას უმზადებს მამუკა მდინარაძე იქნება თუ ირაკლი კობახიძე თუ ეს დუეტი თუ ტრიო შალვა პაპუაშვილთან ერთად, მოკლედ ხელისუფლების ძირითადი ბირთვი, ვინც ძალაუფლების ბერკეტებს ფლობს, თუმცა დასაკვირველია მთავარი, ვინც გადაწყვეტილებას მიიღებს კალაძესთან ან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის სწორედაც რომ ბიზინა ივანიშვილი, რომელსაც მარტივად გეტყვით აღარ ევასება კალაძე, რომელმაც ხაფა თუ იპარა ფული და აპარინა ფული იმ პირებს, რომლებიც მის გარშემო ტრიალებდნენ ნირწამხდარია კახა კალაძე, თუმცა მასთან დაკავშირებით ერთი რამის თქმა მინდა და აუცილებელია, მე წინის ვიდეობლოგის კი უძღვენი ამ კაცს, ამ ვითომ პოლიტიკოს, მან თქვა, რომ ბერლუსკონის ველაპარაკე 2008-ში, 2008 წლის აგვისტო იგულისხმება და ბერლუსკონიმ გაურეკა პუტინს და ამიტომ შეჩერდა ომიო, ყველაფერთან ერთად კალაძე არის მატყუარა. მონიტორინგს რო დააკეთებ ამ პროპაგანდისტური არხისა, ვერ ასწდები, ასე მაგალითად ირაკლი კირცხალიას ეს ოღონდ რა თანამდებობას იკავებს დეპუტატი როა, კი ვიცით, ვარ ვწდები უმრავლესობის ლიდერია და შესაძლოა ვწდები ან ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი, საერთოდ ქართულ ოცნებას ბიზინა ივანიშვილს კონკრეტულად ახასიათებს ბოლო პერიოდში ერთი თვისება დაეწყო, მეთქი ასე ვიტყვი, ისინი ცოტა მოძველ ბიჭო, ცოტა ენა გავარდნილ ახალგაზრდებს, მაგრამ რაღაც ახალ პოლიტიკოსებს ირჩევენ, კირცხალი ერთ-ერთია, მეორეა ის მაჭავარიანი, როგორც სახელი არ მახსოვს, ლევარი თუ არ ვცდები. მოკლედ ეს კირცხალია ბოდავს და ბოდავს, ტყუილზე ამატებს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კაფიოდ განსაზღვრული გეგმა შიდა პოლიტიკური საკითხები და საგარეო ხედვა, რომელი საგარეო ხედვა აქვს ქართულ ოცნებას საერთოდ არანაირი საგარეო ხედვა არ აქვს, ხოლო მათ ნაჩალნიკ ბიზინა ივანიშვილს, როცა დაესიზმრება რუსეთისკენ მიდის, როცა დაესიზმრება ერთად რუსეთი და ჩინეთი რუსეთისკენ და ჩინეთისკენ მიდის, კარგია რომ ჩრდილოეთ კორეა ჯერჯერობით არ დასიზმრებია, თუმცა არ გამოვრიცხოთ, რომ ამისკენაც წავიდეს, მე არ მიხავს ქვეყანა, მე ამას ასაკვირველი რაღაც ვუტრირებ და ცოტა მხატვრულად წარმოვადგენ, მაგრამ ბიზინა ივანიშვილს მოკლედ ეზმანება და ეს იზმრება ყველაფერი დასავლეთის და საქართველოს დასავლეთში გაერთიანების, გაწევრიანების გარდა. მზად ვართ ისტორიულად სტრატეგიულ პარტნიორთან თვისებრივად ახალი ეტაპი გადავიყვანოთ და გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა სწორედ იმ პოლიტიკური ხედვებით და მსოფლმხედველობით, რომლის სრული თანხმობა იყო და არის შეერთებულ შტატებთან წარმოიდგინეთ, ამას ამბობს რეპრესიული მანქანის ამოქმედებელი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვინმე კვირცხალია, თუ აგვარია კირცხალია, ირაკლი კირცხალია, რომელიც არა თუ 5-7 ან 12 წლის წინ, არამედ 2 წლის წინაც კი 24 წლის საპარლამენტო არჩენება წოდებულ სპეცოპერაციამდე არსად არ ჩანდა, არ იყო, ანუ საერთოდ არ იყო, არც გადამწყვეტ მომენტში, ამდენი წლის არის, მოდი გადავამოწმოთ თქვენის ნებართვით და ვიკითხოთ ესე ვიკითხოთ პრინციპში უადრესატოთ, რამდენი წლის არის ირაკლი კირცხალია, ნახოთ, მოდი შევიხდი, ირაკლი კირცხალია არის 99 წელს დაბადებული, 99 წელს დაბადებული, შესაბამისად 2003 წელს იყო 14 წლის და 2000 ასე მაგალითად 13 წელს
ხო, იყო შესაბამისად 2013 წელს იყო 24 წლის, ანუ შემდგომ წლებში, თუნდაც 2013-ში და 12-ში არა, მაგრამ 2017-ში სად იყო, 2018-ში სად იყო საქართველოს პარლამენტის წევრად რომ მოახვსთავი და პარლამენტის წევრი რომ გქონია, ნახოთ სადაც იყო ბიოგრაფია. 99-ში ყოფილა დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა, 15 წელს ბალტიის საერთაშორისო აკადემია, 18 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტი, ნახეთ როგორი განათლება ჰქონია, იყო შპს ეპიკ დეველოპმენტის დირექტორი და აი მე უკვე ამ ეპიკ დეველოპმენტიდან ეს გამოცდილება არ მიიღებული კაცი, ანუ გამოცდილების გარეშე კაცი მიიღო ბიზნე ივანიშვილმა, იმიტომ რომ ბლატნოია საბოლოო ჯამში მაჭავარიანის არ იყოს. ჩავსკროლოთ და ვსკროლოთ, ერთ ინფორმაციას უბრალოდ მინდა რომ მივადგე, იქ არის ის იგავალიანის საქმეზე ინფორმაციები და ასე შემდეგ. მერე არის ტრამპის ერთი განცხადება, რომელიც შვეიცარიას ეხება, ასევე არის გერმანიის ელჩის განცხადება და რატომღაც აბსოლუტურად შეუსაბამო საპირწონე ინფორმაციას რო ავრცელებს Deutsche Welle, ის არის გაავრცელებული თითქოს ეწინააღმდეგებოდეს ფიშერის განცხადება Deutsche Welle-ს განცხადებას, მაგრამ ესენი ხო საკუთარ ამომრჩევლებს ელაპარაკებიან და უკლებლივ ყველაფერი რომ ათოხლონ ამაზე არიან ორიენტირებულნი. აქსები არის კიტ კელოგის განცხადება, ნახეთ როგორც საინტერესო განცხადებაა, თავისთავად საინტერესო. გენერალი კაცისა კიტ კელოგი უკრაინიდან წასულ უკრაინელ მამაკაცებს სამშობლოში დაბრუნებისა და რუსეთთან ბრძოლისაკენ მოუწოდებს, მეც მოუწოდებ რუსეთთან ბრძოლისაკენ ქართველებს, რომლებიც არიან უკრაინაში, უკრაინელებს პირველ ყოვლისა და ყველა იმ ქართველს მოუწოდებ ბრძოლისაკენ საკუთარი თავის ჩათვლით. თუ იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დაგვესხება კიდევ ერთხელ თავს, კიტ კელოგი ვიდრე მოუწოდებს ქართველებს ბრძოლისაკენ, მანამდე მეც და ჩემზე უფრო მეტი პატრიოტებიც იქნებიან მომწოდებელთა შორის, ოღონდ კირცხალია იქნება ეს მაჭავარიანი, პაპუაშვილი, გობახიძე, დინარაძე თუ ბიზინა ივანიშვილის ფრთებქვეშ მოქცეულები, ცხადია ამგვარი მოწოდებით გამორჩეული სამომავლოდ არ იქნებიან, ოღონდ ღმერთმა დაგვიფაროს მეთქი, ამასაც რასაკვირველია დავსძენ. არც ეს კაცი როგორი არ ვიცი, მაგრამ მანამდე ეკავტო წილოსანი ჩარდა, არც ის მოუწოდებს არავის. კიევი მოსკოვში მოლაპარაკებებზე დელეგაციის გაგზავნას განიხილავს, აბსოლუტურად კონტექსტის გარეშეა ეს ინფორმაცია გავრცელებული, რეალურად კიევი კი არ განიხილავს, არამედ უბრალოდ იქნება თუ დაიწყება და მოსკოვში შედგება ეს მოლაპარაკებები, კიევის ხელისუფლება, უკრაინის ხელისუფლება მე-5 და მე-6 დონეზე ტექნიკური ჯგუფის გაგზავნას აპირებს და არა ზელენსკის ან რომელიმე თანამდებობის პირისა, მაგრამ იმედს ხომ დავალებული აქვს პარტიისაგან და სუსისაგან და ბიზინა ივანიშვილის ოფისისაგან, რომელიც მდებარეობს ეგრამაკის პასუხია ამას თუმანში მაღალი ალბათობით, ანუ რუსების ოფისისაგან, რომ გაავრცელოს ტყუილები, უკონტექსტოდ წარმოადგინოს ამბავი. მერე ისევ ავალიანის საქმე, მერე პაპუაშვილი რაღაცას ბოდავს, მერე ტელეგრაფის გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 15 მაისს არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდებს, თუმცა ასე არ არის, რომ აუცილებლად ჩატარდება 15 მაისს არჩევნები, ესენი ასე წარმოაჩენენ რა აზრი ქონდა ომს თუ ზელენსკი მაინც წავიდოდა ან რეფერენდუმი ჩატარდებოდა. 6 თვიანი მომზადება სჭირდება უკრაინას მინიმუმ ყველა კომპეტენტური პირის მოსაზრებით და პოზიციით და აზრით და სწორი დასკვნით. აქვე ვიკითხავ, შეუძლებელია 6 თვეშიც კი, თუნდაც წლის ბოლოს არჩევნების და რეფერენდუმის ჩატარება მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ჩანს, ვიდრე უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. საარჩევნო უბანი, აი ამ ინფორმაციის გამავრცელებელს თუ დამწერს მინდა ვკითხო, ტელეგრაფიდან არა, იმედიდან, ტელეგრაფის სხვაგვარად წერს, რასაკვირველია, როგორ წარმოუდგენია, როგორ უნდა მიიღონ უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა მილიონზე მეტმა ჯარისკაცმა არჩევნებში ან რეფერენდუმში მონაწილეობა. კიევში რომ გაიხსნება საარჩევნო უბანი და ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც კიევშია ჩაწერილი და იმ უბანზეა მიწერილი, როგორ უნდა წამოვიდეს სადღაც დონბასიდან და როგორ უნდა ჩამოვიდეს კიევში, ხმა მისცეს ზელენსკის ან ნებისმიერ სხვა რჩეულს, ნებისმიერ სხვა კანდიდატს, როგორ წარმოგიდგენიათ, ან უნდა მოაშიშლოს დიახ იმედს და ბიზინა ივანიშვილს, ირაკლი რუხაძეს ყოფილ მფლობელსა და ახლანდელ ვითომ მფლობელს, მოგვარი არ ვიცი რა გვარია და კარგია რომ არ ვიცი, რასაკვირველია უნდა ეს რომ უკრაინამ მოაშიშლოს საკუთარი ფრონტი და ასე შემდეგ. ეხლა ამ ყველაფერს მე თქვენ გიამბობთ იმის გამოც რომ აქ ფიცოზე და ორბანზე, ფიცოც და ორბანიც არიან საქართველოს მოწინააღმდეგეები, მათზე ავრცელებს ინფორმაციას
ტელეკომპანია იმედი, უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის ანტიქართული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდნენ. იგულისხმება ის, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს დიპ პასპორტებით ერთი ვერსიით და მეორე ვერსიით ჩვეულებრივი პასპორტებითაც აეკრძალებათ ეს განმარტება ალბათ გვჭირდება ჩვენ ევროკავშირიდან ევროკავშირში შესვლა, ანუ მარტივად რო ვილაპარაკოთ, ჩემს მიერ ხსენებული კირცხალია, წილოსანი, პაპუაშვილი კიდე ვინ ვახსენე, ხო? ვისაც არ ეზარება შოპინგზე დადის მილანსა თუ კალაძე ვახსენე კიდე მილანსა თუ სხვა რომელიმე ქალაქში ისინი ვერ გადაადგილდებიან მარტივად რო ვილაპარაკოთ სულ დიპლომატიური პასპორტები იყოს ახლა მათთვის ძალა დაკარგული ანუ ვერ შედიოდნენ დიპლომატიური პასპორტები შენგენის წევრ სახელმწიფოებში ჩვეულებრივი პასპორტებით ვიზის გარეშე რაღაცა გვაქვს უვიზო რეჟიმი რომ მოინდობონ მათ წასვლა მესაზღვრებ შეიძლება დახედოს ამ პასპორტს შეხედოს ცილოსანს კალაძეს პაპუაშვილს კირცხალიას მაჭავარიანს თუ სხვას და თქვას შემდეგი რა მესაზღვრებ რა ვიცი ავსტრიაში პირობითად ლაპარაკობ ან მესაზღვრებ თუნდაც რუმინეთში და თუნდაც უნგრეთშიც კი წარმოიდგინეთ აღარ ლაპარაკობ ახლა რაღაც იმაზე პარიზზე ბერლინზე თუ სხვა რომელიმე მნიშვნელოვანი ქვეყნის დედაქალაქზე შეიძლება დახედოს და თქვას მაპატიეთ თქვენ სარგებლობთ დიპლომატიური პასპორტითაც დიპლომატიური პასპორტი მიხედვით თქვენ არ გაქვთ შემოსვლის უფლება შენგენის წევრ სახელმწიფოებში ახლა კი წარმომიდგინეთ თქვენმე ჩვეულებრივი ბიომეტრიული პასპორტი და ამის მიუხედავად მე გაბრუნებთ უკან და აქედან გამომდინარეც მარიამ ლაშხმა ცოტა დაიტრაბა ხალხა რომ იტალიაში იყვნენ ჩემებიო და სხვები ძნელად თუ შევლენ და შეიძლება ჩვეულებრივი დიპლომატიური კი არა ჩვეულებრივი პასპორტებითაც ვერ შევიდნენ შენგენის წევრ სახელმწიფოებში ამ ყველაფერს მე თქვენ გიყვებით რომ ერთი ინფორმაციამდე ჩავიდე აქ მე კობახიძე რაღაცას ბჟოტიალობს მორიგჯერზე ჩავიდე ინფორმაციამდე რომელსაც გაჩვენებთ რა საკვირველია პოლიტიკომ გამოვაქვეყნა ბრიუსელისა და კიევის უახლოესი სამომარი გეგმა რომელსაც ამბობს ვიქტორ ორბანი რომელიც წელს დამარცხდება ეგრა მაგის პასუხია ვარწმუნებ ტელეკომპანია იმედს მერე არის ლიდერ ფუდის წარმომადგენელი რომელიც სიმართლე გითხრათ რა პოზიციაზეა კვერცხების მიერ მოფიქრე უკასავად კვერცხების ფასების შეცინებასთან დაკავშირებით არ ვიცი მერე არის შარმანაშვილისა და იაჯანტურია საფლავში ბრუნავს მეთქი ასე ვიტყვი და პაპუაშვილის აქ ვინ ბრუნავს საფლავში არ ვიცი ნუ რომელიმე წინაპარი პაპუაშვილი შალვასი დიდი შალვა პაპუაშვილი ბაბუის ბაბუა მაგალითად ხომ ხუმრობ რა საკვირველია მაგრამ მაინც ბოდბები ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით მე ეს არ ვიცი ბერეკაშვილი ვინ არის ასე შემდეგ გელაძე რატომ ვერ ჩავედი ინფორმაციამდე სიმართლე გითხრათ არ ვიცი უნდა ჩავიდე როგორღაც რომელიც სომხეთს ეხება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ისე ორბანი სუვერენული ერების ევროპის იდეიდან განსხვავებით გადახვევით ბრიუსელი ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებენ ბრიუსელი აპირებენ უსადა შეუსაბამოა აბა წავიკითხოთ კიდევ ერთხელ სუვერენული ერების ევროპის იდეიდან გადახვევით წერს ტელეკომპანია იმედი არ ვიგონებ ესე იგი გავიაზროთ სუვერენული ერების ევროპის იდეიდან გადახვევით ბრიუსელის ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებენ. ან უნდა იყოს ბრიუსელში ცენტრალური იმპერიის, ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებენ, ან უნდა იყოს ბრიუსელის ცენტრალიზებული იმპერიის აშენებას აპირებს. მოკლედ გამართავი წინააღმდება მაინც ურჩევ მაკალომიძეს ან სხვებს რომ ჩაასწორონ ბანერი თორე ჩემი სანაკრიტიკოსი ჩააუჯდება ხოლმე და წარე სიტყვებს სიტყვის მათ შორის იმასთან დაკავშირებით რომ ქართული არ იციან იმედში და ასე შემდეგ. ეხლა კიდევ რაღაცა ინფორმაცია ტრამპი ირანთან დაკავშირებით კაცილებით ფართოდ და საინტერესოს ლაპარაკობენ ცხადია სხვა მედია საშუალება მოუკიდებელი და არაპროპაგანდისტური მედია საშუალებები და აი მივაგენი ფაშინიანის თავობაზე გავრცელებულ ინფორმაციას რომელსაც წაგიკითხავთ ახლა და მე უკვე გახსნილი მაქვს მომზადებული მაქვს ერთი ლინკი თქვა და უკარგია ბასობაში და იმასაც გაგაცნობთ ბარემ ესენი რომ ენდობიან რუსულ ენაზე ნიუსია, რომელსაც გაგაცნობ და სახელდახელოდ თარგმნი ესენი ხო რუსულ წყაროებს ენდობიან და რუსულ წყაროს მოვიშველიებმეც არათუ დასავლურს Deep State-ის, გლობალური ომის პარტიის, რომელიც ფაშინიანზე აუქს ლაპარაკობს კი არა, ვიცი, ლაპარაკობს სასარგებლოს ფაშინიანისთვის და ქართული ოცნებისთვის კი აუქს, არა რუსულ წყაროს ჩავხედავ. მოკლედ TV იმედი ავრცელებს ამგვარ ინფორმაციას. სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიღწეული შეთანხმება
გულისხმობს, რომ სომხეთი, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული საქართველოს, სულ მცირე 99 წელი იარსებებს. ხო ხვდებით რა თქვა თურმე, იმედი როგორ გვაწვდის ამას, რომ სომხეთი სულ მცირე მინიმუმ, ანუ 99 წელი იარსებებს და აი წასულია და წავისულია, მე უკვე კომენტარები, სიგიჟეები სრული, ეს რაღაცა ცუდი კაცი ნახეთ, ხო სანდუმ რუმინეთს უნდა დავუწვეთო, ანუ რუმინეთში უნდა გავერთიანდეთო, ეს კიდე სომხეთის წინააღმდეგარი განახო და რას ნერვიულობთ ქართველებო, არა ბოდიში ეს კიდევ სხვა რამეა, საშინელებაში გახვია შეერთებულმა შტატებმა სომხეთი და აზერბაიჯანი, სომხეთის თამაში საშიში თამაშის გზაზეა და ასე შემდეგ. რუსეთი გათვალიერებს გიუმრის ბაზიდან, რასაკვირი გიუმრის ბაზიდან, რასაკვირველია 99%, ანუ 94% ტროლები არიან, მაგრამ რაღაც 5-6-10% ხომ რეალური ადამიანები არიან, რომლებიც ტვინ გამორეცხილები არიან. მეთქი ახლა ვთქვათ ზუსტად მოგახსენებთ რა თქვა პრემიერმა ფაშინიანმა, რა კონტექსტში თქვა ეს ყველაფერი, თავარია დაკარგული არ მქონდეს, თორე ხშირად კარგავ ხოლმე ლინკებს, ეგრეთ წოდებულს. კი ბატონო, აქ არის. ნახეთ და თარგმნის სახელდახელოთ. მოკლედ ეს არის ესე იგი ერთ-ერთი რუსული მედია საშუალების მიერ გავრცელებული ცნობა იმასთან დაკავშირებით, რა თქვა ფაშინიანმა. სათაური არის პრემიერ-მინისტრ представил логику 99-летней армяно-американской инвестиционной программы. ანუ პრემიერმა ფაშინიანმა წარმოადგინა 99 წლიანი ამერიკულ-სომხური საინვესტიციო პროგრამის გეგმა. სიტყვა სიტყვითი და აბსოლუტურად გამართული თარგმანი შემოგთავაზებთ. მე უკვე მოდის ეს ინფორმაცია, ნახეთ და აი როდესაც იასამნისფერდება, ხო იასამნისფერია ეს ალბათ სწორე დასრომ იასამნისფერია, ნახეთ რას ამბობს პრემიერი ფაშინიანი, უნდა მომისმინოთ, უნდა მოითბინოთ, იმიტომ რომ მე სახელდახელოდ თარგმნი კიდეც. რუსულად არ წავიკითხავ თქვენის ნებართვით, უბრალოდ ჩემთვის წავიკითხავ და ეს აბზაც წინადადება შემოგთავაზებთ თარგმანს ან სრული ტექსტისა, ან მისი ძირითადი პასაჟებისა. ასე იგი, მეორე ნიუანსი, изначально мы и сами думали, говорим, ჩვენთა მეორე ნიუანსი არის ამგვარი. თავდაპირველად ჩვენ ვსჯელობდით თემაზე 99 წლიანი უნდა ყოფილიყო ეს შეთანხმება თუ 50 წლიანი. ეს ციფრები ჩვენშიც გარკვეულ დისკომფორტს იწვევდა. ჩვენს გუნდშიც გარკვეულ დისკომფორტს იწვევდა. ამის შემდეგ რომელიღაც ეტაპზე, რომელიღაც მომენტი რო დადგა, ჩვენ თქვით და ბჭყალი გაიხსნა. მოდი შევხედოთ ამ საკითხს მეორე მხრიდან, მეორე პრიზმიდან გავხედოთ ამ საკითხს. შეერთებული შტატები რეალიზუით ახდენს ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო პროგრამას, განახორციელებს საინვესტიციო პროგრამას 99 წლით. როგორც მინიმუმ 99 წლით. სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, მსოფლიოს ზესახელმწიფო პირველი სახელმწიფო ამბობს, რომ სომხეთის რესპუბლიკა იარსებებს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო 99 წლით მინიმუმ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება მისი უსაფრთხოების გარანტორი. ანუ იმედმა მოგატყუათ, ფაშინიანმა კი არ თქვა, არამედ ფაშინიანმა თქვა სხვა კონტექსტში, რომ ეს ხელშეკრულება შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის იძლევა გარანტიას საიმისოს, ან იმის გარანტიას, რომ შეერთებული შტატები იქნება გარანტორი 99 წლით სომხეთის დამოუკიდებლობისა. მე მინდა გკითხოთ სხვაგვარად. რამდენი წლით არის საქართველოს განვითარება დაგეგმილით ამ ბანდა ხელისუფლების, ან თუ გნებავთ ასე ვიტყვი ნებისმიერი ხელისუფლების დროს რამდენი წლით იყო დაგეგმილი ჩვენი განვითარება? ჩინელებს აქვთ 200, 300, 400 წლიანი განვითარების გეგმა. ამერიკელებიც ასე ფიქრობენ, რომ 20 წლიანი და 30 წლიანი განვითარება საკმარისი არ არის, 100 წლიანი, 200 წლიანი, 500 ხომ წარმოუდგენელია, რომ 100 წლის შემდეგ, 10 კი არა თუ 300 წლის შემდეგ რომელიმე ჩვენგანი იყოს ცოცხალი. წარმოუდგენელი ამბავია. მაგრამ ჩინელებიც და ამერიკელებიც ლაპარაკობენ ლონგზე, ანუ დიდ დისტანციაზე რა მოხდება, პირობითად ვიტყვი ცხადია ეხა რიცხვებს 22 საუკუნეში, აი 2000
ისე 2025-ია, 2126-ია, 2126 წელს 100 წლის თავზე 200 წელი და 300 წელი მართლაც არ ვახსენოთ. სომხეთისათვის, ისევე როგორც საქართველოსათვის, პატარა ქვეყნებისათვის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და სახელმწიფოებრიობაზე ფიქრი წარმოუდგენელი იყო ყოველთვის მრავალი წლის განმავლობაში და მრავალწლიანი გეგმების დასახვა იყო წარმოუდგენელი. ამაზე ლაპარაკობს პაშინიანი, მაგრამ იმედმა, როგორც პროპაგანდისტურმა არხმა, სუსხეს კონტექსტი მოაცილა, მშრალი წინადადება აიღო, გადააკეთა იმისთვის, რომ თქვენ მოგატყუოთ და მე შეუსიოს და ანტისომხური მათ შორის ანტისომხური ემოციებიც გაუღვივოს საზოგადოების მის მიერვე მოქოქილ ნაწილს. ეხლა ამაზე სხვა შორის ამახვილებს ყურადღებას პრემიერი პაშინიანი, რაც ეხლა გითხარით, მაგრამ მე მაინც ჩავიკითხავ მის სხვა წინადადებას. Пашинян кითხულობს. Ნახეთ რუსულად ვიტყვი თქვენ ეს ებართვით маინც. Когда у нас была 99-летняя перспектива, когда у нас был бы 99-летний план, и мы разработали бы этот 99-летний план совместно с мировой сверхдержавой номер 1. ანუ წარმოიდგინეთ, როდის გქონიაო ჩვენო განვითარების 90 თანამითარების დამოუკიდებლობის 99 წლიანი პერსპექტივაო, იმიტომ რომ სომხეთმა შესანიშნავად იცოდა, ჩვენს შესანიშნავად უნდა ვიცოდეთ, რომ ვადგას ეს მეება სახელმწიფო ქედ გადაღმა არსებული მონსტრი სახელმწიფო, რომელიც ყოველწლიურად კი არა, საათში ერთხელ კი არა, წამში ერთხელ ანგრევს თუ სომხეთის ცდილობს და ანგრიოს თუ სომხეთის და სულ საქართველოს დამოუკიდებლობა. სწორედ ეს თქვა პაშინიანმა. ეხლა ეს ყველაფერი მე თქვენ გიამბეთ იმიტომ, რომ კარგად აგიხსნათ, იმედი პროპაგანდისტური არხია. იმედზე მისვლა ჩვენი და ტრულად განწყობილი არხია ყველას მიმართ, ვინც საქართველოს გადარჩენაზე ფიქრობს ან რაღაც დასავლეთის გაძლიერებაზე ლაპარაკობს, გაძლიერების დასავლეთზე ლაპარაკობს, როგორც საქართველოსთვის გარდაუვალ აუცილებლობაზე და ასე შემდეგ. ეს მაგდა ანიკაშვილი თუ ნებისმიერი სხვა წამყვანი, ესენი არიან პროპაგანდა ჟურნალისტები, არამედ პროპაგანდისტები. აქ მიდიხარ, ანუ მტრის ბანაკში შედიხარ, მაგარი ხარ განა არა, ეხა ისევ სიმონს მიმართავ, მაგრამ სიმონ კიდევ ერთხელ სიკოს მიმართავ, ან ნებისმიერს, ვინც დებატებში მიიღებს მონაწილეობას ნებისმიერ არხზე, რუსთავზე, საზოგადოებრივ უწყებელზე თუ გაიმართება, მეგონი გაიმართება, ხო თუ შეიძლება ვწდები არ ვიცი. ვასილ ბაღლაფერიძე შეიძლება ვერ მოიფიქრა, შეიძლება პახმელიაზეა, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, სადაც არ უნდა გაიმართოს, ხო, და თუ ვინმე დააპირებთ შესვლას ამ დებატებში, პირველი კითხვა დასვით ამგვარი. პოლიტპატიმრებს რატო არ განთავისუფლებთ? დაიწყებენ ბჟოტიალს, ეხა იცით რა არის, ეს ეხება ფასებს, ეს ეხება ჯანდაცვას, ეს ეხება განათლებას, ეს ეხება კულტურას, ეს სხვადასხვა. არ მაინტერესებს. რატომ არ ანთავისუფლებთ პოლიტპატიმრებს? თქვენ რუსებო, შეგიძლიათ ესე მიმართოთ ეგ რა მაგის პასუხი. მოკლედ, ისე უნდა გადააფსიხოთ, რომ თქვენს მიმოწინააღმდეგეები, ერთ შემთხვევაში კობახიძე, სხვა შემთხვევაში პაპუაშვილი შეიძლება გამოჩნდეს, ხო? და ასე შემდეგ ისინი გადაფსიხდნენ და შეცდომები დაუშვან. აი ეს შეცდომებს თუ დააშვებინებთ, მათ შორის იმედის მაყურებელი ანუ ქართული ოცნების ამორჩეველი, ვინც ის და იქნება მათი ნაწილი, რასაკვირველია ყველა არა, ვინც ის და იქნება გადმოვიდეს კიდე ჩვენსკენ, იმიტომ რომ დაინახოს რომ სუსტია დე-ფაქტო ხელისუფლება მის მიერვე მოგონილ დებატებში და ბოლო აკორდები ალბათ ხო პლურალიზმია ეგრეთ წოდებული არ მინდა არ დამენახოთ ფორმულაზე არ მოხვიდეთ ჩემთან სტუდიაში იმიტომ რომ როგორც შემოაბიჯებთ ახლა მე 7 წარსულზე გვაქვს ჩვენ სტუდია იმ ლიფტში სადაც აწერია ძირს რუსული რეჟიმი პუტინ ხუილო და ასე შემდეგ ეს ხო თქვენთვის დისკომფორტული იქნება და უთუოდ გექნებათ ინფორმაცია რომ ამგვარი სტიკერები არის მიკრული ყოველ ნახევარ სანტიმეტრში იმ ლიფტში რომელსაც სარგებლობთ ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ ეგრე მაგის პასუხია მთლიანად შენობის 2 ლიფტია სულ 3-ია რომ გეტყვით სიმართლეს მარჯვენა და მარცხენა სარგებლობთ შუა სხვა სართულებზე ადის ჩვენ სართულებზე არ ამოდის სასაკვირველია ვერც ერთი თქვენგანი ვერ გაბედავს იმიტომაც რომ ზიდა ივანიშვილი გეუბნებათ რომ ამ კეზერაშვილის აღარ არის კეზერაშვილის მაგრამ კეზერაშვილის რომ იყო იმ ტელევიზიაში არ მიხვიდეთ იმიტომ რომ თარგამაზე სანაია ჟიჟილაშვილი ზურაბიანი დაბლიაშვილი იქნავენ სხვები და სხვები შეიძლება გამორჩეს და ალბათ გამორჩება ბევრი წამყვანი ამათთან რა გინდათ ხო ამას რატო უნდა მიხვიდეთ ამათთან დებატებზე კი არა ინტერვიუებზე არ მინდა კლავი არ შემოადგათ ფეხი, მაგრამ სხვა რამის გთავაზობთ. ხო პლურალიზმია, ფსევდო რასაკვირველია, მაგრამ თქვენ ხო ფსევდო პლურალიზმად არ მიიჩნევთ იმას, რაც ხდება, რასაც აკეთებთ
ვითომ დებატებს რომ თავაზობთ ნამდვილი პლურალიზმის დანერგვა გინდათ ვითომ და სიაფანდურად მეთქი ასე ვიტყვი ჩამერთეთ როცა მეტყვით სიგნალზე თუ WhatsApp-ზე გამომიგზავნეთ სიგნალი აი ნომერი იცით ბევრმა თქვენგანმა ვოლსკიმ იცის მაგალითად აი ვოლსკის კითხეთ ჩემი ნომერი და ვოლსკის მიმართავ ჩამერთეთ ჩართვით ანუ არ დამენახოთ ხო გონიათ რომ აგრესიული ტაბლიაშვილი შეიძლება რაღაც გეცეთ და ჩამოგპორჭყროთ არ ვაპირებდი რასაკვირველია არ ვაპირებ რასაკვირველია მაგრამ აი ესე დისტანციურად თქვენ პარლამენტში თუ სახლში თუ სადაც მუშაობთ და მე რაღაც სტუდიაში ჩამერთეთ არ გინდათ ოპონენტი რაღაც ნაციონალური მოძრაობა რაღაც გასაკრძალი ლელო და დასაკრძალი რაღაც ნაცები და კოლექტიური და გლობალური ომის პარტია არ ვიცი ეგ თქვენ იცით მე ჩამერთეთ სამ კითხვაზე გამეცით პასუხი დანარჩენი რაც გინდათ ისი ლაპარაკეთ განათლების რეფორმაზე ან უკვლელობაზე რაც გინდათ ისი ლაპარაკეთ სამ კითხვაზე დავსვამ აქ თუ გინდებათ ერთს ან ორს შეგითანხმებთ წინასწარ ხო და გააკეთოს ეს კაცმა მაგრამ მაინც შეგითანხმებთ სულუკიანს მიმართავ ხო მაგარი ხართია აი შენ იცი ჩემი ტელეფონის ნომერი მე აღარ ვიცი იმიტომ რომ გამოგიცვლია ნომერი ასიათ მინდოდა მოწერა და შერცხვენა შენი ჩამერთე აი მომწერე ტაბლო ესე რომ მომმართავდი ხოლმე ოდესღაც ირაკლი და ასე შემდეგ როგორც გინდა მოკლედ თქვენობით შენობით რა ვიცი შეჩემობით და ასე შემდეგ როგორც გინდა ხო ჩამერთე მე ვიქნები ან ნებისმიერ ჩაერთე ანუ ჩემს კოლეგას ხება ის და მაინც ტაბლოსთან თუ არ გიდა საუბარი იმიტომ რომ რაღაც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გონი ვარ ჩამერთე ერთ კითხვას კი რა ორს გამოგიგან ერთს გამოგიგზავნის შეგითანხმებ და დანარჩენი ორი კედამას მევიდე და მე კიდე ილაპარაკე რა ჩაიდინე კულტურაზე დაგისვავ გელათზე დაგისვავ და ეხლავე დაგასპოილერებ და გეტყვი რომ ერთ-ერთი კითხვა იქნება გელათზე ოღონდ ფორმულირება იქნება ჩემს მიერ მოფიქრებული და არა თქვენი პროპაგანდისტები ხო არიან მაგრამ აი კიდე ვიღაც ტიპები ხო არიან რომლებიც გემუშავებიან და ამ პროპაგანდისტებს კითხვებს უწერენ თუ შენ უწერ ძვირფასო არა ძვირფასო თეა ნახვამდის